მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ნახოთ რჩევა. Istvis არის გაშლა. ძალიან განიცდით. ყოველ შემთხვევაში ამ წუთში ხართ შეიძლება აღშფოთებული, შეშფოთებული, ასე რომ ვთქვათ, ემოციურ ტალღაზე, ხო? სასიამოვნო, უსიამოვნო, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში ეს არის წინა სიტყვაობა. ნახოთ რჩევა რა იქნება. თქვენი ემოციები გიბლოკავთ გზებს. აქ არ არის გამორიცხული სიძლიერე, რასაც კარგავთ. კარგავთ. ნახეთ როგორი რაღაც არის. აქ თუ ცოტა მოდი სამართლიანობას დაკარგავთ ან რაღაც ვერ გაითვალისწინებთ თქვენს რესურსს. ამ შემთხვევაში კი კარგავთ. შესაძლებელია ის მომენტიც იყოს აი ნამეტანი რომ შეგეცოდებათ ადამიანი და შემდეგ ემოციებს აყვებით რაღაცა და ეს ალბათ კარგი გონიათ და სინამდვილეში თქვენ ზარალდებით. იცით რა არის, ესეთი გამოთქმა არსებობს, გლახა, გამცემი არც ღმერთს არ უყვარსო. ზოგჯერ ადამიანებს გონიათ, რომ კარგად იქცევიან, დაუშვათ თუნდაც ფინანსურად ეხმარება, თუნდაც მორალურად ეხმარება ადამიანს. და სინამდვილეში ეს არის, აი ზუსტად ეს არის, სადაც ბალანსი ირღვევა და მერე თქვენზე მოქმედებს ეს ყველაფერი ცუდად. ანუ თქვენ ვერ განსაზღვრეთ იქ რაღაც, მანდა მაინც რესურსზე არ არის საქმე, ზოგადად ვერ განსაზღვრეთ. და ეს როგორ არის არასწორად გამოვიდა. ნახეთ როგორი რაღაც არის, ზოგჯერ არის რომ ადამიანს რამე განსაცდელი რომ ეძლევა ყველაფერი ხომ მართლა ის ხომ ჯადო და მაგია და ისე და ისე ხომ არ არის. ხანდახან ადამიანი თავისი შეცდომების გამოც მიდის დაუშვათ მინუსებში, ცხოვრებისეულ მინუსებში, ხო? და ეს ის პერიოდი არის, რომ ადამიანმა თვითონ და გადაამუშაოს ეს ყველაფერი. დაუშვათ ის ფინანსების თვითონ და გამოიმუშაოს, ის პირადის თვითონ და დაალაგოს, ეს დაუშვათ რაღაც სამსახურებრივი მდგომარეობა, ცხოვრებისეული სირთულეები არის, თვითონ და გადალახოს ეს ყველაფერი, თვითონ და გაიაროს ეს ეტაპი. და შენ რო ამ დროს ნახეთ როგორ არის მიეშველები და მის ვალდებულებას თვითონ წამოიკიდე მხრებზე რა გამოდის, აი ესე იგი შენ უნდა მაშინ ეს ყველაფერი გააკეთო. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით, იყო ესეთი ვარიანტი რომ ერთ-ერთი ადამიანი, არავინ არ ღებულობდა სამსახურში, იმიტომ რომ ესეთი საქციელის იყო და რომ გავფუჭდა საქმე, გავფუჭდა. წამოვიდა ერთმა ადამიანმა, მოკლედ იკისრა ამ ადამიანის ხელმძღვანელობა და ისე შებრუნდა ყველაფერი, რომ მერე ეს მეორე ადამიანი დარჩა უსამსახუროდ. ნახეთ, მან მხრებზე ასე რომ ვთქვათ, იტვირთა იმ ადამიანის კარმა, ვალდებულება, ცხოვრებისეული. ის
ის პრობლემა მას უნდა დაემუშავებინა ფაქტიურად, ასეთ შემთხვევაში როგორ არის, იცი, ამ შენს გამზადებულ ყველაფერს ადამიანს ესე უთმობ. კი, მოდი მოგზანდი, მიირთვით რაღაცა ისე და კაი მეწავალ და მე ვიმასქნი დაუშვათ ამ შენს პრობლემებს ასე გამოდის, ზოგჯერ ესე არის. ამიტომ აქ ყოველთვის როგორ არის, იცით, ძალიან დიდი დააფიქრება სჭირდება რას როგორ აკეთებთ. გევალებათ თქვენ ამის კეთება? არის დაუშვათ ეს თქვენი საქმე, მოდი ასედაც ვთქვათ. არის ეს თქვენი ცხოვრება? არის ეს თქვენი ვალდებულება? თქვენ არ გთხოვთ ღმერთის სამყარო ამ საკითხის მოგვარებას. ამ შემთხვევაში ითვლება ზუსტად გამცემი ღმერთსაც არ უყვარსო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შეცდომას დავუშვათ, არა, ხანდახან არის, რომ არასწავლებაც სიტყვა არას ისწავლოს ადამიანმა. ესეც ხანდახან საჭირო არის, ხო? ზოგჯერ არის ადამიანი და ცოდვა რა ჩავდინე, ყველას დავეხმარე, ყველას ვეხმარები, ზუსტად მაგ დროს ჩადიხარ ცოდვას. არსად არ წერია ის თემა, რომ აი როგორ არის, იცი, ზედმეტი გაიღე და ან რაღაცა შენ თუ მართლა მოგეცემა ზედმეტი, ამ შემთხვევაშიც ძალიან დაკვირვება გჭირდება, რომ ხელს რამე არ გადაგიყო, ეს მოდი ასე ვთქვა და შენი ბარაკა, შენი წარმატება ვინმე არ წაიღოს. აქაც გჭირდება სწავლება, როგორ გასცე, როგორ დაეხმარო, ვის დაეხმარო, როგორ რადოზით. იყო ესეთი ადამიანი, რომელიც მყავდა ეხლა შვილები, ოჯახი, ყველაფერი, მაგრამ ადგა და მეორე ვიღაცას, ესე გაუჭერდა, დაჭერდა, დახმარება და გაყიდა სახლკარი და დაეხმარა. თვითონ დარჩა მერე ქუჩაში და მერე წამოვიდა და ღმერთის საყვედური დაიწყო ესეთნაირად, რომ ღმერთო რა დაგიშავე და შენ რაღაცა მე პრობლემები მაქვს და ხო ვერ იყიდა სახლი მერე და უკან რომ მოიხედა დარჩა თავის ხუთი შვილით თუ რაღაცა იყო რამდენი ქუჩაში, ხო? და ამ დროს პასუხი ღმერთმა ესე გასცა, მე შენ ყველაფერი მოგეცი და ყველაფერი ქონდა. ხო და ეხლა შენ თუ იმას დაეხმარე, სახლი გაყიდე და დაუშვათ ის გინდოდა ფეხზე დამდგარიყო, დადგა თუ არა ღმერთმა იცის, მაგრამ სიტყვაზე ვიძახი, კაი დააყენე ვიღაცა ფეხს. ეხლა შენ მისი ტვირთი იტვირთე მაშინ და ეხლა შენ დაამუშავე ის თუნდაც კარმა არის იქ თუ რაც არის, ყველაფერი კარმა არ ქვია, მე არ მიყვარს ამ კარმას სიტყვის გამოყენება. 12 ტომი არის კარმაზე დაწერილი, რას მელაპარაკებით და ესე ხელწამოსაკრავი არ არის, მაგრამ მაინც რომ მიხვდეთ, ხო, რადგანაც ესე რომ ვთქვათ, ცნობილი სიტყვა არის. აი ესეთი რაღაც მიფიქსირდება აქ, მაგრამ თუ თქვენ დაუშვათ ცოტა ესე შეფუცხუნდებით და ამ ემოციას გამოიყენებთ რაღაც შეფუცხუნების მიზნით და გამოფხიზლების მიზნით, პირიქით ძლიერდებით. ორი ვარიანტი არის, ხო, აქ. ძლიერდები და ამ შემთხვევაში როგორ არის, იცი, აი თქვენი ხასიათი გარდაიქმნება ერთიან დიდ რაღაცა ბურთი, ძალა, ენერგია, დაცვასაც ახერხებთ. შურისძიებასაც ახერხებთ, თავის დამკვიდრებასაც ახერხებთ, წარმატებასაც ახერხებთ. და ავი ძალიან მაგარ პოზიციაზე ხართ და ესე გამოვიდა, რომ თქვენ ესე სულ უნდა გაგაბრაზოთ ადამიანმა, ან რაღაცა ისე დაგმუხტოთ, ხო, მოჭიმული უნდა იყოთ, ცოტა აქ თუ მოეშვა თქვენი რაღაც შინაგანი მდგომარეობა და ეს არა გაქვთ, ესე გამოდის, რომ იფუშებით. თქვენი საკვები, ესე იგი ეს არის, ხო? სხვათა შორის ახლა გამახსენდა მე მჭირდა ესეთი რაღაცა სასწავლებლის პერიოდში კონკურენტი როგორ იყო იცით, ჩემთვის იყო ძალიან კარგი ენერგია, ენერგეტიკა, როდესაც ხედავდი რომ კონკურენტი მყავდა, ყოველთვის ვიყავი მეც ესე რომ ვთქვათ სტარტზე და ფორმაში. და ზუსტად მაგან ეტყობა გამაძლიერა და დამაყენა ფეხზე. იყო მერე ისეთი პერიოდი, რომ კონკურენტი არ მყავდა და აი სულიერ შიმშილს განვიცდიდი. ჩავიფუშე.
აი როგორ არის დავიფუში, დავიჩუტე და გავხდი თითქოს უსარგებლო. ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ვერ წინ მივდიოდი, ვერ და ვეძებდი, რომ ოღონ ჯანსაღი კონკურენტი ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. კონკურენტი უნდა გიყვარდეთ. Იმიტომ რომ ზუსტად მაგ დროს ძლიერდები ადამიანი. ფიქრობ როგორ განვითარდე და როგორ წინ წახვიდე თუ ვინ აჯობა, ბრძოლის უნარიანი ხდები ადამიანი. კონკურენტი რომ არ არის, რა ესე გონია რომ ეს საკმარისია და ვისე ბრძო რა გაგდა სამტკიცეო სადუნა რა საკმარისია ეს და ყოფნის არავინ არაფერი всё არც გთხოვენ არც ის იქნება არ იქნება მაგრამ არაჯანსაღი კონკურენტი პირიქით ეს უკვე ნერვებზე უფრო მოქმედებს ხო იმიტომ რომ ახლა ვიცი არაჯანსაღი არის ახლა მის თავს რომ ზედმეტ წარმოდგენა რჩება და რაღაცა რქებით რო გაწვება, ხო? ჯანსაღი კონკურენტი ეს ჩათვალეთ ღვთისაჩუქარია, სამყაროსაჩუქარი არის ადამიანისთვის. უნდა გიყვარდეთ პირიქით. და როგორ არის? ახლა აქ საერთოდ კონკურენცია მე არ მიფიქსირდება, მაგრამ რაღაც შედარება გავაკეთე და მიხვდებით თქვენს, ხო? აი სულ მოჭიმული ვიყავი და ეთყობა თქვენს ემოციურად სულ რაღაც ისე უნდა იყოთ მოჭიმული რომ ნახეთ გაძლიერდეთ შინაგანად და ზოგადად თქვენი უნარი რაც აკაქვთ რაღაც გააქვთ ისეთი ძალა ენერგია რაც ზუსტად წინსვლაში და ყველაფერში გეხმარებათ თორე და ვიცი აი ესე თუ აყვებით თქვენს ემოციას ვიღაცა შეგეცოდა ვიღაცა რაღაცა და ისე და ამ დროს პირიქით თქვენი რესურსის რაღაცა მიდის და იფუშებით ეს არ არის თქვენი მოდი ასე ვიტყოდი მე იმას არ ვამბობ რომ ვინმე არ უნდა შეგეცოდოთ მაგრამ ძალიანაც ნოყობით ემოციებს რაღაც მე თქვენ ზარალდებით ამის თქმა მინდა რჩევაში ის არის რომ შემდეგ თქვენ ზარალდებით არ არის გამორიცხული რომ უბრალოდ აქ ნახეთ არასწორად ხო აი ეს არის არასწორად გექცევათ მე ადამიანი ვიღაცამ ვერ დააფასა ვიღაცამ ვერ დაინახა ის თქვენ რაც გინდათ ხო ან თქვენ რა გულიც ჩააქცევეთ რა შინაარსით ჩააქცევეთ ის ვერ შეხედავ რა არ გამოჩნდა ისე და მე თქვენ გეტკინათ აი ეგ არის ამიტომ აქ რა არის ახლა ეს არ გცხვენია ეს რა არის საგადმოვიდა ახლა შევამჩნიე ამ ფუჭარ დასტა ამიტომ აქ ეს უნდა გააკეთოთ ჩემო კარგებო რომ თქვენი თავი თქვენი ეს ყველაფერი მართოთ და იყოთ უპირველესად დაბალანსებული არა მოჭიმული უნდა იყოთ თქვენ სულ მაგრამ კიდევ მოისმინეთ ხო სხვანაირად ანდა როგორ მოყვარს ეს დასტა კარგი კიდევ რა იტყო და რა სიტყვა და ბოლოს სიტყვას თქვენი ინტერესები დააყენეთ წინ თქვენი ინტერესები ჩემო კარგებო არავინ თავზე არ გადაგყვებათ მოდი ასე გეტყვით არავინ არაფერს დაგიფასებთ ასეც არ არის მთლად მასეც არ არის ეს უკვე გამართლებაზეა ხო უმეტესად შეიძლება მართლა დაგიფასდეთ და ისეთ დროს დაგხვდეთ წინ თქვენი საქმე კარგი საქმე რომ მართლა საჭირო დროს ხო და ვერ წარმოვიდგინეთ მაგრამ ამას ჭირდება მოდი ასე ვთქვათ ეხლა ანგარებით არ ვიძახი ანგარებით გააკეთეო მაგრამ იცით რა არის ამ თქვენს რესურს რომ ჩადებთ უნდა დაგხვდეთ წინ რაღაცა აი მე მქონდა ერთი პერიოდი მყავდა ისეთი სამეგობრო ნახეთ მთელი წლის განმავლობაში ანუ საჩუქარიც მიმქონდა ფულსაც წერდი ნუ რა ვიცი მოკლედ თან თავზე ვყვებოდი თამადობა შემეძლო თუ სიმღერა შემეძლო თუ ცეკვა შემეძლო ყველაფერს რომ მიკისრებ ადამიანი და მე ერთ წელიწად ორ წელიწად ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა
მე ხვიშთ უძღებულობდი მხოლოდ. მეტი არაფერი არ ხდებოდა. და მე ერთხელ ესე გადავწყვიტე და ესე მოვიფიქრე, უბრალოდ მეტკინა გული ერთმა არა, მეორემ არა, მესამემ არა, მე სხვა ადამიანი ვარ გამიხარდება რაღაც. და ესე ვიფიქრე, არც ერთის დაბადების დღეზე არ წავალ და ის თანხა მე რაც მიჯდება ამ ადამიანებთან გადავდებ. ნახე? ხო, შევინახავ უბრალოდ და ჩემს დაბადების დღეზე ჩემს თავს ცემ პატივს როგორც მინდა, ისე მინდა საჩუქარს ვიყიდი, როგორიც მინდა დაზაზვენებლად წავალ. გავაკეთე ეს ერთ წელიწადს მართლა და გავიხედე წლის ბოლოს კარგი სოლიდური თანხა მქონდა. მართლაც და კარგი რაღაცაც კი შევიძინე სინამდვილეში. ისეთი გახარებული ვიყავდი, ისეთი კმაყოფილი დავრჩი ჩემი საქციელით. მე რომ დამიძახებდნენ, უკვე ჭკუის სასწავლებელი იყო, კიდევ რამდენჯერმე წამწდა ესეთ რაღაცა, მაგრამ ეხლა აღარ ვაკეთებ, ეს არ არის ანგარება. ეს ანგარება კი არ არის, იცით რა არის? დღეს მით უმეტეს ისეთ ცხოვრება მოვიდა, ადამიანი გთვლის მერე შტერად. გადასაყარების რა აქვს კაცო, ეს არის ყველაფერი გავალება. დღეს ღიმილიც გავალება არის, გამარჯვებაც გავალება არის. ის დახმარებაა თუ რაღაც ყველაფერი გავალება არის და იცით რა არის მე რო დაგაფასე მოვედი ერთ წელიწადს მეორე წელიწადს მესამე წელიწადს ერთ წელიწადს რაღაცა გაიმეტე ჩემთვის ადამიანთან რო ეხლა უკაცრავად ხა 200 ლარი შეიძლება ვიღაცისთვის ფული არ არის მაგრამ და მე 200 ლარი დამიჯდა ხო და მაქსიმალურად კიდევ გამოგაჩინე რაც შემეძლო სიტყვაზე ვიძახი მაგალითისთვის ვიძახი და მე აქეთ რაღაცა 10 ლარიანი 20 ლარიანი რაღაცა მომიგდე ავდეგიდან უსურზე მოვისროლე ის ვერცად ვერ დავდები და ავიძე იცით რა არის ნივთად ვერ მოვიხმარე სუვენირად ვერ მოვიხმარე ესე გამოდის რომ ნაგავს ჩუქნი საჩუქარს კვილი როგორ არ გაისინჯება კაცოგვილი ამდენ ნაგავს სახში რა თმინდა ხოდა იცით რა არის აი ვიცი ახლა შეიძლება ვიღაცამ ისე გაიგოს და ის რა ანგარებიანი ყოფილა მაგრამ ასე არ არის ზოგადად მოდი ასე ვთქვათ გამცემი ესო მომცემი უყვარს და მომცემი ეს მიმცემი უნდა რაღაც ესეთი გამოთქმა რომ არის ესეთი თემაა ხო ხოდა აი მეც მაგალითად ასეთ რაღაცას გეტყვით აქ თქვენო ეს ყველაფერი იცით რა არის მე არ ვამბობ რომ იმ წუთში დაგიბრუნდეთ იმ წუთში რაღაცა არა მაგრამ ისეთ ხალხში ჩადებით ეს რესურსი ხო დაუშვათ ადრე თუ გვიან რაღაცა დაგჭირდებათ მაინც იმედი იყოს თუ არა და ესეთ რაღაცა გააკეთეთ არ გიწყენთ ღმერთი მოდი ასე გეტყვით მანდამაინც თუ მოწყალება გინდათ გასცეთ გაეცით დაუშვათ ტაძარში მიიტანეთ თქვენი მიცვალებულების სახელზე შესაწირი მოწყალება ესეც მოწყალებაში ითვლება ნახეთ ჩიტები გამოკვებეთ ძაღლები გამოკვებეთ რა ვიცი უპატრონო მიუსაფარი რაღაცები გამოკვებეთ შეგიძლიათ თავშესაფარი რაღაც რომელიმე შეარჩიოთ იქ ცოტა ესეთი წვლილი შეიტანეთ მშენებლობაში მიიღეთ მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში საგვარეულოს გაუკეთებთ მადლს თქვენს თელ მოდგმას დაცვას ნახეთ რაღაცა ეგრეგორულ დაცვას მაგაზე უკეთეს რა უნდა გააკეთო აი ესეთი რაღაცები გააკეთეთ და ეს უკვე ესე რომ ვთქვათ ეს აღარ იქნება უკვე გლახა გამცემი ღმერთსაც არ უყვარსო ეს თემა აღარ იქნება ყოველ შემთხვევაში ხო თქვენი თავისთვის რამე არ დაგენანოთ აბსოლუტურად არაფერი არ დაგენანოთ თქვენი თავისთვის გული რამეზე არ დაიწყვიტოთ მაგრამ დანარჩენი აკონტროლეთ რაღაც ესეთი რჩევა გამოვიდა და მგონი არ ავწთი თემას დავიდანაც დავიწყე ხანდახან მაქვს ესეთ რაღაც დავიწყებ სხვა რაღაცას და მიყვები და რა ვიცი კარგი ჩემო კარგებო გისურვებთ წარმატებებს დაგემშვიდობებით დროებით